ანდრია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში ტრისტან წითელაშვილი იწყებს თავდაცვის სამინისტროს გრიგირებულ, ანუ საიდუმლო ობიექტების შესვლას, ამ ობიექტების დასურათებას და ამ ინფორმაციის გადაცემას რუსეთის ფედერაციაზე. ესეთი ობიექტები საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰქონდა ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ძალიან დიდი რაოდენობით არის თბილისის ირგვლივ, ეს იყო თბილისის დაცვის გეგმის კომპონენტი და შემადგენელი ნაწილი, მომზადებული თავდაცვითი ობიექტები, დასურათება, ვიდეო გადაღება და ასევე რუსებს გადააწოდეს ბრძანებები და პერსონალური მონაცემები იმ პირადის შემადგენლობის, აბა საიდან გაიგეს მაგათმა, ანუ ვინ მონაწილეობდა 2008 წლის სამომავლო მოქმედებებში და მე ამ ხალხზე ყველაზე სათითაოდ გამოძიება რო დაიწყეს. სამი შემდეგი პერიოდი არის, რომ თავდაცვაში მომზადებული კადრები, ოფიცრები რო გაეშვათ პირდაპირ ეს ადამიანები იქნებოდა ძალიან ასე ვთქვათ ხმაურიანი და შეიძლება გარკვეული რეზონანსი მოყოლოდა. ამიტომ მოიფიქრეს ესეთი რომ მოდი ამ ხალხს ფული გადაუხადოთ და ფულით გაუშვათ. და გაუშვეს ეს ადამიანები, ეს ოფიცრები. გარდა ამისა ხდება მნიშვნელოვანი ჯავშან ტექნიკის მოხსნა შეერაღებული ძალების ბალანსიდან და შენახვაზე აყვანა. გარდა ამისა ტანკობაზა, რომელიც საძლებლობებით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი და უნდა მომხდარიყო ამ ბაზის ასე ვთქვათ განვითარება, გაძლიერება, რომ მას შეძლებოდა ასე ვთქვათ ამ ჯავშან ტექნიკისა და შეერაგების რემონტი და შენახვის ექსპლუატაციის დაცვა, ანუ საბოლოო ჯამში დღეს რო იცოდეთ აი მაგ სატანკო ქარხნის ტერიტორიის გაყიდვის საკითხი დგას, პალი აქვს დადგმული კალაძის ბიზნეს პარტნიორებს თუ რა ქვია ჯიბის ბიზნესმენებს, რომლებსაც უნდათ რომ მან მრავალსართულიანი კორპუსები ჩააშენოს და დღეს იქნება თუ ხვალ აი უახლოეს მომავალში სატანკო ქარხანაც აღარ იარსებებს, ფურცელზეც კი აღარ იარსებებს და აღარც ასე ვთქვათ გეოგრაფიაზე და მაგალითად აშენდება ეს კორპუსები. ამის შემდეგ გაიხსენეთ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და დღეს უკვე ქართული ოცნების წევრების განცხადება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ეკონომიკური ან ისინი როგორც ფუთავენ რეგიონის განვითარებისთვის. ეს ჩათვალე რომ ანუ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის დანიშნულების შეცვლა სამოქალაქო აეროდრომით ვაზიანის მთლიან ინფრასტრუქტურას და ეს არის დასეულობით ჰექტარი ტერიტორია თავისი სამხედრო ბაზებით, საწვრთნელი პოლიგონებით და საარტილერიო პოლიგონი, ანუ თბილისში ერთ-ერთი მე ეგ გვაქვს ჩვენ, მთლიანად განადგურება მოხდება ამისი. ანუ დაიხურება, ანუ შეჩერდება. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და მე მყავს სტუმარი დღეს ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, გამარჯობათ ბატონო ტრისტან. მოგესალმებით და ვიწყებთ იქიდან გადაცემას, რომ მე ვიდეო კოლაჟი ვნახე Facebook გვერდზე ატვირთული, რომელიც ტელევიზიითაც კი გაჟღერდა ეგრო. შაიშმელაშვილი, რომელიც მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გახარიას დროს, რა თქმა უნდა, როცა გახარია მინისტრი იყო. მან ერთ-ერთ ტელევიზიით ისაუბრა თქვენზე ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც იმ ობიექტებს უღებდა სურათებს, სამხედრო საიდუმლო ობიექტებს და ნუ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდაო. ანუ გადასცემდა ახლა ეგ ცოტა რა თქმა უნდა მძიმე ნათქვამი სიტყვა და მტკიცებულების დონეზე საუბრობს ეს კაცი სხვათა შორის. თქვენ როგორ გასცემდით ამას პასუხს? ნუ რა თქმა უნდა ახლა ჩვენ სანამ საუბრობთ, ნუ მანამდე გავიდა ვიდეო კოლაჟი და ნახავდა მაყურებლები და თქვენც ალბათ რა სიტყვით, რა ვიცი, როგორ იმართლებთ თავს შაიშმელაშვილთან? უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, სრულიად საქართველოს. მე არადების წინაშე თავის მართლების რეჟიმში არ ჩამდგარ ვარ და არ ჩავდგები კიდევ არასდროს, რადგან მე არა მაქვს ისეთი რაღაცეები გაკეთებული ჩემ ქვეყანას მიმართებაში, რომლის საფუძველზეც ვიღაცასთან თავი უნდა ვიმართლო და მით უმეტეს შაიშმელაშვილთან. მოდი ახლა ჩვენ სანამ აი ამ რაღაც ბრალდებებზე დავიწყებ საუბარს, ხო? მოდი ჯერ თვითონ მაყურებელს ვთქვათ, ვინ არის შაიშმელაშვილი და რატო არის დღეს ის გაქცეული საქართველოსთან? გაქცეული. შაიშმელაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, იყო საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე გდდ-ში, დაგეგმარების უფროსი იყო, ახლა წარმოვიდგინოთ თქვენ მის ხელში იყო ყველაფერი აბსოლუტურად რა. მას უნდა დაეგეგმა ნებისმიერი სპეცრაზმელის, ნებისმიერი ოცეულის, ათეულის მოქმედება და აბსოლუტურად ის იმ ოპერაციების განხორციელება, რომელი ოპერაციების და რომელი მოქმედებებიც ხდებოდა მიტინგებზე სპეცრაზმელების მხრიდან.
ეხლა ახლა გასაგებია ესაზღვრა უნდა იმოქმედოს, რა თქმა უნდა, უნდა იმოქმედოს სწორედ იმ სტანდარტებში და იმ ჩარჩოებში და იმ კანონში, რომლის საფუძველზეც მათ აქვთ უფლება მთლიანობაში განმოხტონ სიტუაცია და გაანეიტრალონ მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ იქ იყო რაღაც გარკვეული გადამეტებები, იყო პროვოკაციები. ნახეთ, ვისი მხრიდან? სპეცსაზმელების მხრიდან. ნაციონალების დროს, რა თქმა უნდა. არა, კახარიას მინისტრობის დროს. აი, როდესაც შაიშმილაშვილი იყო, ხო. როდესაც შაიშმილაშვილი იყო დაგეგმარების უფროსი, აი სპეცრაზში, ხო? ამ გედედეში. გახსოვთ თქვენ ის 2020-ში გომურსო თვალი ამოთხარეს? კი, როგორ არა. ხო. აბა ნახეთ, სწორედ მაშინ შაიშმილაშვილი იყო დაგეგმარების უფროსი. გახსოვთ იქ რამოდენიმე მომიტინგი რო დალეწეს, დაამტრიეს და ეს ხდებოდა როგორ იცი? მიზანმიმართულად და არა რაღაცა ისეთი დაუშვათ ვიღაცის გადაცდომების საფუძველზე არაფერი. ის პირდაპირ იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და რატო ხდებოდა ეს პროვოკაცია? იცი და რატო იყო ეს ყველაფერი ორგანიზებულად და რატო უწევდა ამას ვიღაცა ხელმძღვანელობას? იმიტომ რომ შემდგომ ხელისუფლების წინააღმდეგ გაეშვირათ ხელი, რომ აი ნახე რა ხდებოდა? თვალი ამოთხარეს იქ მომიტინგეებს, იქ ის დაამტრიეს, იქ დალეწეს. ამაზე ხო აგორეს აქციები შემდგომ, ხო? აი გომურთან დაკავშირებით. კი, იყო აქციები, როგორ არის? აი, ამას ხელს უწყობდა შაიშმილაშვილი ყველაფერს, კაცო. ამას აკეთებდა, ამას იმიტომ რომ დავალება ჰქონდა მას მიღებული. ხო, ახლა კიდევ მეორე მეტად მნიშვნელოვანი ისა რომ მეტყვი ბრალდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. შაიშმილაშვილს ყველაფერი უნდა ცოდნა რა აღჭურვილობა გააჩნდა მისდამი დამკვირვებლებულ სპეცრაზმელებს, ხო? რათა მის ხელში იყო ყველაფერი. მას უნდა გაეთვალა რამდენი დაუშვათ რეზინის ტყვია უნდა გაესროლა, დაუშვათ რომელიმე სპეცრაზმელს. მას უნდა გაეთვალა სად რომელი მიმართულებით უნდა მიესვა წლის ჭავლი, სად ციცაკის სპრეი და ასე შემდგომ, ხო? ეს მის ხელში იყო ყველაფერი აბსოლუტურად. და ბოლოს აგორებული სკანდალი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე შაიშმილაშვილის განცხადების საფუძველზე. თითქოს სპეცრაზმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული კამიტი. თქვენ წარმოედგინეთ ეს რამხელა უზარმაზარი ბრალდება იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სკანდალი. ჩვენ არაერთხელ გქონდა საერთაშორისო გადაცემა მაგაზე. კი ბატონო, ვისაუბრეთ. კამიტზე. დიახ, კამიტზე ვისაუბრეთ. ეგრეთ წოდებული კამიტზე. ეგრეთ წოდებული კამიტზე, მაგრამ ნახეთ შაიშმილაშვილი გამოდის და დამაჯერებლად ამბობს ამას, რომ ჩვენ კი ეს გქონდაო. თქვენ წარმოედგინეთ ახლა შაიშმილაშვილმა კიდევ ვიმეორებ, რომელსაც უნდა იცოდეს რა გააჩნია მას აღჭურვილობაში. ეს ყველაფერი უნდა ზეპირად უნდა იცოდეს მან, იგი აბსოლუტურად. და რო იცოდა ალბათ მიტო იცოდა. მისი აღრიცხვიანობა, ყველაფერი მას ეს მის კომპეტენციაში შედიოდა ეს ყველაფერი. მან მოიტყულა ეს ყველაფერი აბსოლუტურად. ეს პროვოკაცია გააკეთა ქვეყნის წინააღმდეგ, მან მოიტყულა. მე ახლა მეცას გეტყვით ბატონო გახა. საქართველოში არც საბჭოთა კავშირის დროს და არც მერე საერთოდ ყოფილა კამეტის შემოტანილი. არ ყოფილი ეს არ არსებობდა, არასებული იყო. მაგრამ ეს ჭირდებოდათ იმისათვის რომ სკანდალში გაეხვიათ ქვეყანა და გამოიყენეს ვინ? გამოიყენეს შაიშმილაშვილი და გამოიყენეს სწორედ მსგავსი აგენტები, რომლებიც პირდაპირ ასე მტკიცებულებების საფუძველზე ამბობდნენ რომ თითქოს კამეტი იქნა გამოყენებული და აგორდა ამაზე მთელი სკანდალები, ხო? ანუ შაიშმილაშვილმა იყნოსა რომ თვითონ იშიფრებოდა ამ საქციელში და ამიტომ წავიდა ამერიკაში. შაიშმილაშვილმა როდესაც უკვე პროკურატურამ აღზევდა საქმე ამ გომურთან დაკავშირებით და თვალის სამართლთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება და უკვე ფაქტიურად იქ რეალურად იკვეთებოდა უკვე საბოდაჟნიკები, დივერსანტები, ხო და მათ შორის ერთ-ერთი დივერსანტი და საბოდაჟნიკი იყო შაიშმილაშვილი. ანუ რა ხდება, იცი, როდესაც შენ ყავს აგენტი გაიგრაშია საქმე და ხარ შენ მისი კურატორი, ხო? და შენგან ისხებულებს განკარგულებებს და ამ განკარგულებების საფუძველზე ის ანხორციელებს იმ პროვოკაციებს, რომელიც შენ გჭირდება, ხო, გააკეთო. ამას აკეთებდა შაიშმილაშვილი, ხო? შესაბამისად, მე ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ აგენტის ევაკუაცია მოეხდინათ და გაიყვანეს აგენტი ქვეყნიდან, რადგან არ დაეჭირათ აქ ეს უკვე. ეს რო დაეჭირათ, ხო, ეს დააღებდა, პირსა ბევრი ამებში ლაპარაკებდა. და შეუქმნეს იქ უკვე იმას ისეთი სიტუაცია, ისეთი ეს შეუქმნეს ცხოვრების ის წესი შეუქმნეს, ყოველდღიური ცხოვრების სტილი შეუქმნეს, რომ
მას უკვე იქიდან იყედებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყედებენ და თუ კი ჩვენ ესე იგი მაგას შევხედავთ მის აქტივობას, მის რაღაც გარკვეულ განცხადებებს, ყველა განცხადება არის დაფუძნებული ქვეყნის წინააღმდეგ. ბატონო ტრისტან, ანუ შეხედე რატო წარმოიქმნა ის რაც შაიშმელაშვილმა ისაუბრა ტრისტან წითელაშვილზე. აი რატო დაჭირდა ამ ნაციონალურ მოძრაობას შაიშმელაშვილს თქვენზე საუბარი, თუ თქვენ უბრალოდ ვიღაცაზე მიგაბათ. ანუ იქ მეორეზეა საუბარი. ნუ ახლა იქ გეტყვით ახლა რაშია საქმე. ახლა დავიწყოთ თუნდაც აი ბრალდებებზე, რა ბრალდებებსაც მე შაიშმელაშვილმა, ესე იგი, ჩემ წინააღმდეგ გაავრცელა, ხო? ეს მე არაერთხელ მომისმენია ეს ბრალდებები ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან. ეს მომისმენია ეს ბრალდებები მე მაშინ, როდესაც სწორედ მუშაობდი და ვიკვლევდით იმ თავდაცვის ჩადენილ დანაშაულებებს კეზერაშვილის მხრიდან, სააკაშვილის მხრიდან და ასე შემდგომ შაიშმელაშვილის ნაირი ოფიცრების მხრიდან, ხო? და მათ შორის იყო ერთ-ერთი ასეთი საქმე, ეგრეთ წოდებული, პირდაღებული თავდაცვითი ზღუდეები ქალაქის შემოსასვლელებში. ესენი ხო თითქოს და ვატმა გააკეთეს ეს ააშენეს თავდაცვითი ზღუდეები, სადაც უკვე იქიდან შეიძლებოდა მოწინააღმდეგე მხარის შეჩერება და ფაქტიურად თბილისის დაცვა. ეს იყო ზღაპარი ყველაფერი. აბსოლუტურად არაფერი გაკეთებული არ იყო. აი სწორედ მაგას ვსწავლობდი მე. იქ გააკეთეს გვირაბებია გაკეთებული, ჩვეულებრივი. არაფერი შიგნით კომუნიკაციები არ არის გაკეთებული აბსოლუტურად. აბსოლუტურად არც სათადარიგო გასასვლელები, არც ქვემეხსაწინააღმდეგო გამწოვები, დენტების, არაფერი აბსოლუტურად უბრალოდ გააკეთეს გვირაბები და იყო შიგნით, ყავდათ შიგნით წყებსებს ეს პირუტყვი რა, ეს სხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. როდესაც გაწვიმებოდა, იქ აფარებდნენ თავს. რეალურად გაწერილი იყო 300 მილიონი ლარი ამაზე. აი 300 მილიონი ლარი. ანუ ეს გამოძიება თვითნებურად დაიწყეთ, ხო? ჩვენ არა, ჩვენ გეინსპექციას ერთად დავიწყეთ, ეს თავდაცვის მინისტროს გეინსპექციასთან ერთად, ეს მინდია ჯანელიძის დროს ხდება, მინისტრი მინდია ჯანელიძე იყო მაშინ. ხო და მე როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ჩართული იყო ამ პროცესებში რა, როგორც სპეციალისტი. და შესაბამისად თელეთის მთაზე კომუნისტების დროს მათ იყო ეს სასათბურე მეურნეობა. ამ სასათბურე მეურნეობას ჰქონდა თავისი საცავები იქ და ახლა რა გააკეთეს მათმა, იცი? ეს 300 მილიონი რომ მოხსნეს ბიუჯეტიდან, ხო? ეს კი არ გახარჯეს, ეს ჯიბეში ჩაიდვეს და დაუძახეს ამ მშენებლებს გაიგეთ და უთხრეს რომ შენ ამ ტონა ცემენტს მოიტან. შენ ბულდოზერს მოიყვან. შენ ამას შენ ნუ ალმატურას მოიხარ. ნუ ახლა მას აკეთებდნენ. ნუ ახლა ტერორი მაგის ხო. არ გააკეთებდა და ეგრევე მეორე კაბინეტში აღმოუჩნდებოდა რაღაც გაყალბებული ანგარის ფაქტურა და წავედიოდა მდალის ციხეზე, ხო? აკეთებდნენ ამას ესენი, და ამას კიდევ ხო, ფულს ზოგავდნენ და ჯიბეში იდებდნენ დაზოგილ ფულს. ხო და მე ავდექი და გეინსპექციასთან ერთად არავითარ რა საიდუმლო რომელიც საიდუმლობაზე არ არსებობს საიდუმლობაზე. ანუ შეხედე მე კი ვიცი ბატონო ტრისტან თქვენი ცხოვრებისეული ცხოვრებას და ყველაფერი და ადამიანობაც, მაგრამ აქ მილიონობით მაყურებელი უყურებდა ამას და უსმენდა როცა შაიშმელაშვილი თქვენ ბრალს გდებდათ მოღალატეობრივ საკითხებში, ხო? მაგრამ ჩვენ მოდი მაყურებელს კარგად რო მივაწვდნოთ, ხმა და გავაგებინოთ ეს თავდაცვის, ანუ გენინსპექციიდან იყო ხო ეს მოწოდებული, რომ უნდა გემოქმედათ რა თქმა უნდა, ეს ნაციონალების დრო იყო, ხო? არა, ეს იყო უკვე აი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დრო უკვე, რომ მოვიდა, როდესაც მე განთავისუფლდი ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით და შესაბამისად უკვე დავიწყეთ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და მე მუშაობდი როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი სამხედრო მიმართულებით თავდაცვის მტკიცებულებებს დებდი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მტკიცებულებების სახით ერთობლივად ოფიციალურად გეინსპექციას ერთად მოქმედები. ხო, იმიტომ მაყურებელმა იცის, რომ თქვენ იყავით დაკეებული და არ იფიქრონ, რომ ამ სტატუსით იყავით დაკეებული და ამიტომ აქეთ არა, ეს მე ხდება, უკვე ჩემი გათავისუფლების შემდგომ ხდება ეს ყველაფერი და მე პირადად აღმოაჩინე რა
აღმოაჩინე ეს იქ ზემოთ არაფერი არ არის გაკეთებული აბსოლუტურად შემოდიხარ თბილისის შემოსასვლელებში მარტო იყო ეს არის გვირაბების სახით და სხვა დანარჩენი სამუშაოები არაფერი ჩატარებული არ არის გაწერილია თანხა არის შესრულებაზე ხელი მოწერილი და ის ტექნიკა ნახე კიდევ და ეს არის რა პერიოდი ის ამ დროს არის გიგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსი გაქცეული რო არის ახლა უკრაინაში და ახლა იქიდანაც გაიქცა უკვე იქაც ვეღარ დაედგომებოდა და ყველა დოკუმენტები არის გაპრავებული აბსოლუტურად და ფული არის გახარჯული 300 მილიონი თითქოს გახარჯული მაგრამ 300 მილიონი ჯიბეში ჩადებული პლუს ამ გენმა კიდევ ვისაც წაართვეს ეს სამუშაო ტექნიკა ეს კინის მასალები და ესენი გადამალეს თელეთის მთაზე იმ სასათბურე მეურნეობის საწყობებში ისიც ვნახეთ, ისიც მივაგეთ, დავასურათეთ ყველაფერი აბსოლუტურად და ყოფემიც გაკეთდა სულაპი. აღიზრდა, სისხლის სამართლის საქმე აღიზრდა, ამასთან დაკავშირებით მინდია ჯანელიძემ მართლაც რომ მიუდგა ობიექტურად და სწორად ამ საქმეს, აი ამ საქმეს. ხო და ამ დოკუმენტებიდან რუსეთზე გადასაცემი რა იყო ამ შემთხვევაში? არაფერი. ეგ იყო შიდა ქვეყნის გამოძიება, რომელიც იძიებდით ხელისუფლების დანაშაულებრივ საკითხებს. ნახეთ ახლა რა სიტყვება შაიშმელაშვილი კიდევ და სხვა დანარჩენები ვინც ამას იმეორებენ, ხო? შესაძაც შენ გაქვს დაშვება სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე, ხო? დაშვება. ამ დაშვებას გალევს ვინ? ამ დაშვებას გალევს სამხედრო კონტრდაზვერვა და მთავარსარდალი. დაშვება. პრეზიდენტი. რო შენ შეგაგვფილება შეხვიდო სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე. თუ კაი, შევედი მე სამხედრო საიდუმლო ობიექტზე, ხო? იქ არის განწესი. ანუ ყარაული. ჯარისკაცები ავტომატებით შემშვენ პუნქტზე და ამავდროულად საგუშაგოები არის, კაიგე, სადაც გან საგუშაგო. ამის გარდა არის მთლიანად ვიდეო კამერების სათვალთვალო კამერების დაგვირების ქვეშ ყველაფერი, აბსოლუტურად. იქ ბუზიც კი ვერ გაიფრენს, კაიგეთ რა შეასაქმე. ხო? მე ვამბობ თუ არსებობს ესეთი ობიექტი დღეს საქართველოში, სამხედრო საიდუმლო ობიექტი, უნდა იყოს ასეთი ტიპის დაცვის ქვეშ, ხო? ან თუ შეაღწევდეს შიგნით, უნდა მოგესყიდა სულ ყველა. ან თუ შევაღწევდეს შიგნით, უნდა თქვენ უნდა დამეფარებიათ, თავზე უჩიმაჩუნის კუდი, გაიგე? და გაუჩინებლად მე მოქმედა. აი რამხელა აბსურდად გვაქვს საქმე ჩვენ, გაიგე? ნუ თუ ერთმა გუშაგმა ვერ დამინახა, ან სათვალთვალო კამერა ვერ დააფიქსირა, რომ მე იქ ვიდეო კამერა მეჭირა ხელში, ან ფოტოაპარატი მეჭირა ხელში და მას ვიღებდი. ან როგორ შევედი შემშვენ პუნქტზე, იქ ტელეფონსაც კიტოვებ, რომ შედიხარ საერთოდ იქ და ყველაფერს გამოწვევენ, გაიგე და როგორ შევიტანე ეს, ან რა იმით ვიმოქმედე, პრინციპით ვიმოქმედე. ან მინიყო იქ ჩემი თანამზრახველი, რომელმაც შემიწყო ხელი ამაში, ხო? მაგრამ ეს ჭირდებოდათ იმისათვის, რომ გადაეფარათ სწორედ ის დანაშაულებები, რომელიც დანაშაულებებს მათმა ჩაედინეს და წითელაშვილმა ვითომ ის კი არ გამოიძია და ის დანაშაულებები კი არ გამოავლინა, რომელიც დანაშაულებებს კეზერაშვილმა, კალანდაძემ და სააკაშვილმა და ასე შემდგომ და ასე ჩაედინეს. არამედ თურმე მე დავდიოდი ამ იმაში, რა ქვია, სამხედრო იმაში ნაწილებში, საიდუმლო ობიექტებზე და ვაკეთებდი დასურათებას და ვაწვდიდი რუსეთის სამხედრო დაზვერვას, ხო? ნუ ეხლა ხო აბსურდია გვაქვს საქმე ჩვენ. ამას როგორ მე მაგარი ყოფილი ვარ თურმე, აი ჯეიმს ბონდი მიმიქარავს ჩვენ. ხო 007. სერიოზული ტიპი ყოფილა. გაიგე რაშია საქმე და არ ვიცოდი, გასწრაფი რაშია, არ ვიცოდი. ხო ამერიკელებმა არ მოგისყიდოს ახლა ქვეყანაში ფრთხილად იყო. აი ამ აბსურდია გვაქვს ჩვენ. ეს არის აი შაიშმელაშვილის ნაერი ტიპების ჩამოუყალიბებელი ტიპების და არ შემდგარი ოფიცრების ნარატივი. მე რატო უძახი ამათ იცი არ შემდგარი ოფიცერი, რომელიც გაიყიდება და მიეყიდება სხვა ქვეყანას და ის ფულისანაც რო თუ გეყიდის მის ქვეყანას და იქიდან უკვე რასაც უნდა იმ ბინძურ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ეხლა. რა თქმა უნდა. ეს ადამიანი ყოველ გამოსვლაში პირდაპირ უთხრავს ქვეყნის უსაფრთხოებას. ყოველ გამოსვლაში პირდაპირ უთხრავს ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებას, გაიგე?
იმიტომ რომ მას იქ ავალებენ, ახლა მოდი მე და შენ წავიდოთ ერთი ამერიკაში და ვიცხოვროთ, როგორ ვიცხოვრებთ ერთი მითხარი. უნდა ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ ვირივით, ხო? ვის სამუშაოც ვერ ნახოთ. სამუშაოც ვერ ნახოთ, ხო? ან საგგვექნება იმის საშუალება ასე განცხადებები ვაკეთოთ. მას აგერ კაი კაბინეტი გაუკეთეს, კარგი ოფისი გაუკეთეს, გაიგე. მშვენიერ კარგად კომფორტულად გზნობს თავს. რატომ? იმიტომ რომ მისმა კურატორებმა გაიყვანეს ის იქიდან და ეხლა იქიდან აკეთებიო და მაგისტრატები, რომლებიც გაიქცენ, წავიდნენ და თავშეფარებულები არიან იქ. გაიყვანეს აგენტის ევაკუაცია მოხდა. გაიყვანეს აგენტი აქედან და ეხლა იქიდან ამუშავებენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. იქიდან ამუშავებენ და იქიდან აკეთებინებენ განცხადებებს, განცხადებებიც მათ სასარგებლოდ არის საჭირო, ხო? და ანუ წითელაშვილის ეხლა მათთვის მიუღებელი ფიგურა არის და თან მიაბეს მინდია ჯანელიძე, რომელიც მართლაც ჯანელიძე. ეს კაცი საქმეს აკეთებდა, კაცო. ამ კაცმა დაიწყო ამოყირავება პირდაპირ თავდაცვის სამინისტროში იმ კორუფციული სქემების, რომელი კორუფციული სქემებიც ხდებოდა სააკაშვილის და კეზერაშვილის დროს. ჯანელიძემ, ხო? და მათ შორის იყო ეს ერთ-ერთი ეს ისა რა, ეს თავდაცვის ზღუდეებში გაწერილი თანხების ისა რა. მე მეცაც გეტყვით, კაცო, საქმე ხო რომ აღიძრა, ყველაფერი დაიწყო მოკვლევა ამასთან დაკავშირებით. ნუ შეხედეს და ხვდებიან რომ უკვე ძალიან ცუდად მიდიოდა. მარტო ახლა ეს 2-3 კაცი ხარ გაიჭედებოდა ამ საქმეში. ყველაფერი გააკეთეს და მინდა ჯანელიძე გადააყენეს თანამდებობიდან. თქვენს ავტომატურად ჩახსნდნენ ამ საქმეს. ჩავიხსენ ჩვენ ამ საქმეს, საქმე ხომ დარჩა აღზრული, ახლა მეცას გეტყვით. საქმე დარჩა აღზრული. რა მოხდა ახლა? რა ივაჭრეს და რა სავაჭრო იმათ შექმნეს ეს პაკეტი, ეს საქმე. თინა ხედაშელი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. ამ დროს არჩევნები ტარდება უკვე საგარეჯოში და იქ არის ორი კანდიდატი, ერთი არის პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი და მეორე არის რესპუბლიკელებიდან ხიდაშელი. ეს თინა ხიდაშელი კი არა? ვიცი. მეორე ხიდაშელი ყავთ, ხო? საკმაოდ ცუდად აქვს საქმე. მარგველაშვილი პრეზიდენტი. ამათ რესპუბლიკელებს ირმა ინაშვილი ჯობნის რა. ადგა და თინა ჩავიდა კიევში. მიშასთან. შეხვდა მიშას. და ივაჭრა მიშასთან. მიშას პირდაპირ ეუნება რა. გინდა ეს საქმე ვაფშე შემოვდოთ აროზზე და გავაქრო და მაშინ გაეცი განკარგულება და შენმა აქტივმა იმუშაოს ჩვენ კანდიდატზე. აი სავაჭრო თემად, აი გერაში მართლაც ესეც მოხდა. ეს საქმე გააქორეს ეს კორუფციული თელი გზებით რომ მუშაობდნენ და ამ ხელა კორუფცია არ იყო თავდაცვის მინისტროში გააქრეს ეს საქმე და თინა ხიდაშვილს თელმა ნაც აქტივმა თინა ხიდაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი საგარეჯოში. აი ეს ვაჭრობა იყო და ამ ვაჭრობის საფუძველზე და ამ საქმის გაქრობის საფუძველზე გაიყვანეს ის კანდიდატი, რომელიც კანდიდატიც იყო რესპუბლიკელებიდან საგარეჯოში, ესა რა ქვია, თინა ხიდაშელი. თინა ხიდაშელი, ხიდაშელის თინა არ ქვია იმას. ნუ რესპუბლიკელებიდან იყო. ხო და ირმა ინაშვილს წააგებინეს. ძალად წააგებინეს. მით უმეტეს იმ ხელა დარღვევა გააკეთა მაშინმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ხო? ჯარების გადაჯგუფება გააკეთა, როცა მას არავითარი უფლება არ ქონდა, გაიგე და მუხროვანის მასში, რა ქვია, სამხედრო გარნიზონში გადაიყვანა დასავლეთ საქართველოსდან ჯარები იმისათვის, რომ ხმა მიეცათ რესპუბლიკელების კანდიდატისთვის. ანუ თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ საქართველოს პროკურატურამ იმუშავა იმაზე, რომ ეს ხო პროკურატურის გამოძიების ერთ-ერთი ის იყო, ან უსაფრთხოების გენერალურმა ინსპექციამ? კი ბატონო, სახელმწიფოზე დაქვემდებარებულმა ერთ-ერთმა სუბიექტმა დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეაჩერა და აქ მოლაპარაკების მიზნით გამოიყენა თლიანად თქვენი მონაპოვარი დოკუმენტები. აბსოლუტურად. თუნდა ვიდეო მასალა იყო. აბსოლუტურად ყველაფერი, ისტკიცებულები. ანუ მაშინ ქართულმა ოცნებამ აქ დანაშაული ჩაიდინა ამ შემთხვევაში. ჯაბა მე რას ვამბობ, ბაცო? დანაშაული ჩაიდინეს მაშინ იმ დროს და ვინ იყვნენ მაშინ იმ დროს რესპუბლიკელები. რესპუბლიკელები, თინა ხიდაშელი იყო თავდაცვის მინისტრი და თინა ხიდაშელმა დაიწყო ვაჭრობა ამ საქმით უკვე მიხეილ სააკაშვილთან კიევში. გესმითაშია საქმე? და ეს გამოიყენა ეს საქმე, სავაჭროდ გამოიყენა. ჩაიდინა მან დანაშაული, რა თქმა უნდა. და ჩაიდინა დანაშაული
იმიტომ რომ მას ეს იცოდა რომ მათთვის ისინი არჩევნებს წააგებდნენ იმაში რა ქვია საგარეჯოში მას ჭირდებოდა ხმები ჭირდებოდა თავის მიშას რესურსი მოხმარდა ყველა მაგას მიშას რესურსი მოხმარდა მაგათ საგარეჯოში რა ეს ამას მე პირდაპირ ვამბობ და პასუხობელი ვარ ამაზე მე რასაც ვამბობ ხო ამიტომ ეს საქმეს მიტომ გაქრა მე ეს ჩვენი ნამუშევარი საქმე იმიტომ გაქრა და იმიტომ გააქორეს ჯანელიძეც მოხსნეს ირაკლი ღარიბაშვილის მაშინ პრემიერი იყო და ირაკლი ღარიბაშვილის დაიჭირეს აგერ ხო და ანუ რა გამოდის ის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არა თუ მარტო გარედან იმუშავა არამედ შიგნით რომელიც არიან ჩანერგილები გინ თავდაცვაში გინ შუშუსოში და ყველგან არიან გინ უშიშროებაში ხო ეს ვინ არის ეს ისა შაიშმელაშვილი ამას რატო არავინ კითხულობს სად მოამზადეს ეს კაცი რატომ გაიყვანეს ქვეყანა ეს შაიშმელაშვილი ნაციონალების დროინდელი რა თქმა უნდა კადრია კი რა თქმა უნდა აბა ეხლა გადმოყვა ქართულოცნებას გადმოყვა უკვე მზითვებში ქართულოცნებას რა და დაიწყო მუშაობა აგენტურის ხაზით სწრაფი ტემპით დაიწყო მისი კარიერული ზრდა კი და აგენტურის სვლების დაიწყო და დაიწყო უკვე ის მთელი ორკესტრირებული და ორგანიზებული მოქმედებები რის საფუძველზეც ის უკვე ორგანიზებას უწევდა იმ პროვოკაციებს, რომელიც პროვოკაციების საფუძველზე უკვე ხდებოდა საზოგადოებაში უკმაყოფილება ქართული ოცნების წინააღმდეგ. ანუ ამერიკის პროექტი იყო შაიშმელაშვილი. ამერიკის პროექტი რო აყოფილიყო, ეგ წაიყვანდნენ ამერიკელები. არავინ არ წაიყვანდა. ვინ წაიყვანდა? იყო ამერიკის პროექტი და არის ამერიკის პროექტი და ამერიკელები აკეთებენ ახლა იქიდან ფენია ძაღლებით იქიდან და რასაც უნდათ იმას ალაპარაკებენ რა თქმა უნდა შაიშმელაშვილი თვითონ კი არ ამბობს ამას შაიშმელაშვილის სტილას დაუწერენ ფურცელზე საღამოს კითხულობს ნუ მეტი გზა რა აქვს უნდა წაიკითხოს რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაშინ დაანებებენ თავს ჩაწევენ გვერდზე და შაიშმელაშვილი აღმოჩნდება ერთშვენია დღეს საღაცა ეგეთ ალიასკისკენ საღაცა აი გაყინულ საღაცა გაიგე ბატონო ტრისთან აქ არაერთხელ ჩვენ მოგვისმენია ერთად ჩვენ მე და შენ ვართ სულან ტელევიზიაში და ბევრჯერ მოგვისმენია რომ ტრისთან წითელაშვილმა უღალატა ქვეყანას და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს მაგას იმიტომ რომ საინფორმაციო წყაროებმა მიაწოდა ხალხს და ამას ხალხი იჯერებს რა თქმა უნდა კი გეტყვი მაგრამ აი რა არის აქ ისეთი რომ ხალხმა არ უნდა დაიჯეროს როგორ უნდა დავაჯეროთ ხალხი რომ ტრისთან წითელაშვილს არ უღალატნია თავის სამშობლოსთვის აი რა უნდა უთხრათ ადამიანებს საზოგადოებას ისეთი რომ ეს საინფორმაციო წყაროები რასაც აწვდიან იჯერებს რა ადამიანები არც უნდა გაბრაზდეთ მაგაზე არ მე არ ბრაზდები მე რომ ადამიანმა დაიჯერე ახლა მე არ ბრაზდები მაგაზე ახლა ვინ არის ეს საინფორმაციო წყაროები და ვინ არის ეს ისა რა ქვია ხო რა თქმა უნდა ოპოზიციური სპექტრი ეს ოპოზიციური ფლანგი ხო ნაციონალების მხარე ეს ფორმულა TV პირველი იყო ადრეს იყო კიდევ რა ქვია თავარი და ნუ რავე მოკლედ რა კიდევ სხვა და პაჭიპუჭა ესენი ხო ნუ ხა მე იცით რა არის თვითონ ხალხმა გასაჯოს და მე საზოგადოების მიმინდვია ეს ხო ხო მაგრამ მტკიცებულების გარეშე როგორ შეიძლება ისაუბრო და ჩვენ მაგალითად აი რამდენი წელია ჩვენ ტელევიზიაში ვარ და მტკიცებულების გარეშე ჩვენ ერთი სიტყვაც კი არ დაგვიძრავს ხო ვიცი რა არის ხა საქმე იმაში არის რომ მე ვიცი რასაც ვაკეთებ და რაც გამიკეთებია და პასუხობელი ვარ არა სულ სხვა რაღაცას ვიცი ხო ვიცი რა შეეხება იმ მტკიცებულების გარეშე რო საუბრობენ არა სულ სხვა რაღაცას საუბრობ აი მე და შენ მტკიცებულების გარეშე ახლა რაღაცა რო ვისაუბროთ ჩვენ ხვალ შეიძლება პროკურატურაში დაგვიბაროთ შეიძლება კი დაგვიძახება ხო და მაგათ რა აი მტკიცებულების გარეშე რო საუბრობენ რატო არ ეძახიან იმიტომ არ ეძახიან რომ იქ თავიანთი ხალხი ყავთ კაცო მე წეხლა აგითხარ თქვენ გინა ის პროკურატურა იყოს გინა შუშუსო იყოს გინა თავდაცვა იყოს გინა უშიშრობა იყოს ხო მაგანი მაგათი კრიშის გარეშე ვერ მოქმედებენ და ვერ მუშაობენ ხო აი ზუსტად მაგის თქმა მინდა ხო მაგ აბარა იმათე იქ კრიშა ყავთ თავისი იქიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან დასავლეთიდან იმ ევროკავშირიდან ეს ლიბერალური ეფტეინური ის არის ეს თელი რა ქვია ბუდე ხო მაგაცი არის გადაფარებული სულ ესენი გაიგე და მფარველობი მათ გაიგე და ამიტომ არის რომ ვერ არავინ მათ პასუხს არ ათხოვენ და უამრავი არაერთხელ მე მას სასამართლოს მიმართე მაგ საკითხთან დაკავშირებით თუნდაც გვარამიას წინააღმდეგ შევიტანეს არჩელი გვარამი იმას ჩემ წინააღმდეგ გააკეთეს გაცხადებები და შევიტანეს არჩელი სასამართლოში ხო
იქ მასე რუსთავიორი რომ იყო ადრე რო ჭიკჭიკებდა ნაცების რო იყო მაშინაც მოვიგეს პროცესები მე ხო მაგრამ რა აბა არანაირი ეს არ არის რა აი ესეთი მნიშვნელოვანი რომ პასუხებლობა დააკისრონ ამათ ხო იმიტომ რომ ისინი ფარველობენ იქ და მე იმასაც კი მეცას გეტყვით და რომ 3-4 საჩელი მქონდა შეტანილი მაგაწინააღმდეგ სასამართლოში და გძნობდი რომ ძალიან სერიოზული ზენი მქონდა რა შემოტევები მქონდა და ბრძოლები აბა რა თქმა უნდა და ესეთი პროვოკაციებს და ესეთ რაღაცებს ბაშობდნენ ვიწყობდნენ და ხან ქუჩებში დახვედრები ხან ვითონა ვიღაცას ან რაღაც ჩხუბის იმიტირებას მიკეთებდნენ რაღაცებს იმიტომ რომ ეს მე ვარი მეთქვა ამაზე და კიდევ ჩამომითვალე რომ თუ არ გაანებებ თავს რომ შენ ამას ყველაფერს ხო მე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიო მაგრამ მე არ გავჩერებულა მე ბოლომდე მიქ სასამართლოშიც ვგრძნობდი რომ მოსამართლეებიც იყვნენ რაღაც გარკვეული ზეწოლების ქვეშ და აქეთ გისვამდნენ ისეთ კითხვებს რომელიც ო მაგრამ ეხლა აი ეს რა არის ფაქტის წინაშე ვაყენებდი მაგათ მეს უყოლას კაცო ფაქტის წინაშე ვაყენებდი და აი კიდევ კარგი ყველა გადაცემის ისინი მქონდა ვიდეო ჩაანწერები უარყოფდნენ ჩვენ როდის ვამბობთ მაგასო როდის აი ხემ ხელა უტეხები იყვნენ რა და მოსამართლეს უკვე ისე აღლუღრი ხო რა ის თვითონ ხერხი შეეკრა ო და აი ხო ხედავ არ უთქვია ბატონ ტრისან თქვენ ზესო და თქვენ როგორ და ამეთქი აგერა ნახეთ უყურეთ მეთქი რა თუ არ უთქვიათ მეთქი ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის რომ მათ ჩემი ავტორიტეტი შეელახათ გაიგე და მათ ესე იგი პირდაპირ ხელი გამოეშვილათ ჩემსკენ თითქოს მე ვყოფილი ვარ მთავარი დამნაშავე საქართველოში რომ 2008 წელს ჩვენ ომი წავაგეთ თითქოს მე ვყოფილი ვარ ყველაფერი ირაში რა ქვია საქართველოში რომ ის ბაზა მონაცემებთა ბაზა იმ მებრძოლი ბიჭების რომლებიც სამომხედველებში ღებოდნენ მონაწილეობას თითქოს მე გადავეცი რუსეთის სპეცსამსახურებს საინტერესოა როგორ მქონდა მეწოდომა თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალებში საიდანაც ამოვიღე მთლიანად მთელი 40,000 ჯარისკაცის და ოფიცრის მონაცემები და გადავეცი რუსეთის სპეცსამსახურებს ანუ ეს არის მთლიანად აგებული ტყუილზე ყველაფერი ანუ შეხედე რა როლი უჭირავს ახლა შაიშმელაშვილს ოპოზიციურ ველზე მოდი ესე ვთქვა და გავყვეთ ახლა მას და ამ როლში როგორ წამოისახებს თავის თავს მაგი და რას ნიშნავს რომ ოპოზიციას ანუ სამამავლო არჩევნები იქნება თუ ქუჩაში გამოსვლები იქნება ამით რას ფიქრობს შაიშმელაშვილი ეხმარება ოპოზიციას ან გამოსვლებს აანონსებს იქედან შაიშმელაშვილი არათუ მარტო ოპოზიციას ეხმარება ამით არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს ოპოზიციას ეხმარება რა თქმა უნდა ეს არის ეს ტიპი უკვე ოპოზიციონერი არის გაიგე ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალ ჩინოსანი რომელმაც გადავიდა ოპოზიციაში რომელმაც იყო ოპოზიციაში იმ დროს, როდესაც ის თავმჯდომარე მუშაობდა, იყო ოპოზიციაში, ასრულებდა ოპოზიციის განკარგულებებს და დავალებებს და როდესაც უკვე იყნოსა მისმა კურატორმა, რომ ამის წინააღმდეგ უკვე რაღაცები უკვე ოპერატიული მუშაობა დაიწყო და ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე ტიპი უნდა გაშიფულიყო, ხო? ეხლა მოკიდეს ხელი და გაიყვანეს ქვეყნიდან. გაიყვანეს ქვეყნიდან და ეხლა იქიდან ამუშავებენ და მისი განცხადებები რაზეა დაფუძნებული იცი? მისი განცხადებები არის დაფუძნებული იმაზე, რომ რაც უფრო მეტ ადამიანებს ესენი დაარწმუნებენ და დააჯერებენ, რომ თითქოს და ჩვენ ვართ ეს სამხედრო კონტინგენტი გამარგინალებული და მოღალატე ხალხი და ჩვენ ყოფილვართ ყველაფერი თურმე და ჩვენ დაგვიქცევი ეს ქვეყანა თვითონ არიან პატრიოტები და ანგელოზები და მამა აბრაამის ბატკნები და ქვეყნის ამშენებლები და იდევნებიან და დევნის ქართული ოცნება ამათ და ჩვენ აგერ შეფარებული ვიყავართ ჯერ რავის არაფრის შეფარება არ მჭირს მე ვცხოვრობ ჩემ ქვეყანაში მე როდესაც ვიცოდი მაპატიმრებდა სააკაშვილი მაშინაც არ გავქცეულვარ და აქ ვიდექი ბოლომდე ხო ამასაც ვეთქი კურდღები ვერ კი არ გავქცეულა რაკედან ბოლომდე დავდექი და ვიბრძოლე ბოლომდე იქ ციხიდანაც ვიბრძოლე ბოლომდე და მივაღწია მაინც იმას და გამოვედი გამართლებული კაცი ხო ესენი გაიქცენ იმიტომ გაიქცენ ესე ლაჩრები ესენი არიან ის ადამიანები რომელი ადამიანებიც არის პირდაპირ მიზანმიმართულად ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ ხო და ხა მე მიძახიან მოღალატეებს კაცო მეტი მოღალატეებრის აღარ გინდა კაცმა აგერ საერთაშორისო იმაში გახვია ლამის ქვეყანა კაბიტი აკითა კისერზე აი მეტი მოღალატეობა რა და რატო არა სამართლის საქმეში მიცემული შაიშმელაშვილი იქიდან გამომდინარე რომ ადამიანებს თვალები დაუფსეს და თვალები ამოუღეს იმიტომ რომ იქ არის კიდევ ის ადამიანები ის კონტინგენტი ის
ის ლობი, რომელიც დღემდე ამ საქმეებს სხვათაშორის პროკურატურამ დაიწყო ერთ მხრივ გამოძიება, მაგრამ მერე შეანელა. გაჩერდა. ხო, შეანელა, ხო და გააჩერეს, იმიტომ რომ უთხრეს იქიდან, გაჩერდი ჩვენ, თავი დაანებეთ მაგ ქექვას და იმიტომ იმას ხო დაინახეს, რომ დაიწყო პროკურატურამ ქექვა მივიდა იქამდე, შაიშველაშვილამდე მივიდა, ხო? შაიშველაშვილის გარეშე იქ არავინ არ დაუმიზედა იმას, რა ქვია, რეზინის ტყვიას და გომურს არ გაატყამდა თვალში, არც ერთ სპეციალისტს არ მოუვიდა, მაგრამ იმას ყავდა თავისი დამზრახველი, კაიგე, რომელსაც კონკრეტულად მის მიერ იყო ის დავალება, ანუ შაიშმელაშვილი გასცემდა ბრძანებებს თუ შაიშმელაშვილი აწვდიდა ამ შაიშმელაშვილი გეგმავდა მას, დაგეგმარების უпроსი არ. გეგმავდა ამ ყველაფერს აბსოლუტურად. მთლიანად სპეცრაზმის მოქმედებას თუ რა ფორმებში, რა სტანდარტებში მას უნდა მოქმედა და სად რა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ამას გეგმავდა შაიშმელაშვილი. და თქვენ რას ფიქრობთ, ბრძანება ვინ გაცა მაშინ? მაშინ ბრძანება არებს არ გაუწია. მაშინ არც გახარიას, ხო? მაშინ საერთოდ ბრძანება არებს არ გაუწია. მაშინ ეხლა მე გეტყვი, ეს არის უკვე ჩემი ისა რა ქვია. ხო, ფიქრიდან. ვარაუდი. ხო, ვარაუდი. ანუ ის სროლელი ვინც იყო და ვინც ესროლა დამეზებით ესროლა თვალში და თვალი ამოთხარა, ნაციონალების რა თქმა უნდა. ერთ-ერთი აგენტი. აგენტი იყო და ფაქტის სახელზე არის კაცი გაქცეული ახლა ამერიკაში არის და რატო გაიქცა? რატომ წავიდა თუ მართალი კაცი არის? აი თუ ის არის პატიოსანი ადამიანი, რატომ წავიდა? რატო გაიქცა ქვეყნიდან? რა, ისა სამსახურიდან გააგდეს? არ გააუდიათ, კარგი ხელფასი ჰქონდა 3000 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, კარგი წოდება, პოლკოვნიკის წოდება, დაბალი წოდება, მაღალი უმაღლესი წოდება, პოლკოვნიკის წოდება, ხო? კარგი თანამდებობაზე იყო. ხო, რატომ წავიდა? მაგათმა ამათ გამეტებით იმიტომ ესროდნენ მომიტინგეებს, რომ აქ უფრო მეტი სისხლის ზღვა მომხდარიყო და უფრო მეტად დაზიანებული იყო. ჩვენ რას ვამბობდით? ხელისუფლებას და სახელმწიფოს. გადაცემებში ჩვენ რას ვამბობდით, რომ არის მოსალოდნელი სისხლის ზღვა. მომიტინგეებს შორის ვიღაცას მოკლავენ, ან ვიღაცას დაასახინჩრებენ, იმიტომ რომ ჭირდებათ საზოგადოების აქტიურობა და მეტი აქტიურობა, მეტი რაოდენობა. როგორ უნდა გამოიყვანონ ხალხი? აი შეხედე რა საკეთეს სპეცსაზმელები ხოცავენ უკვე, თვალები ამოთხარეს და აატრიალეს ეს ყველაფერი. რა, შაიშმელაშვილი არ იყო მანდ? როგორ? შაიშმელაშვილის გარეშე მოხდა ის ვიღაცა პიროვნებამ, რომელმაც ესროლა იმ გომურს და ამოთხარა თვალი? სხვათაშორის მთელი ევროკავშირი წამოგვაჟდა თავზე, რომ ამას რატო ამიტომ იყო ეს ყველაფერი, ხო? ხო და ხომ ხედავს ეს რა ქვია, ქართული ოცნება ამას და ხომ ხედავს ხელისუფლება ამას, რომ ამდენი დივერსანტები და პროვოკატორები რო ყავს ირგვლივ შემოსხებილი. და ხვალ შეიძლება ახალი შაიშმელაშვილი ვიღაცა გაჩნდეს. მეტი, კიდევ მეტი შაიშმელაშვილები გამოჩნდება. იცი რამდენი აგენტურაა კიდევ რომელიც გაუშიფრავი არის? ძალიან ბევრი აგენტურა არის, რომლებიც დღეს მოქმედებენ ამ ქვეყანაში ქვეყნის წინააღმდეგ. შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედო ადამიანმა, ხო? არ მოგწეს ეს ხელისუფლება და რაღაც გარკვეული პოლიტიკური ისე დაიწყო ბრძოლები, პოლიტიკური ბრძოლები. ქვეყნის წინააღმდეგ რო უკვე შენ მოქმედება, ხო ეს ხო ღალატია ქვეყნის უკვე. ქვეყანას რო იმიჯი უქმნის შენ საერთაშორისო არენაზე და ყველა ცდილობ ყველანაირად ჩაკეტო და ჩახერგო ეს ქვეყანა და თქნათ მოაქციო მაშინ ვაკუუმში, ხო? ეს ხო უკვე აქ ხო ხალხს ერჩი შენ უკვე ქვეყანას ერჩი და არა ხელისუფლებას ერჩი. ამას აკეთებს შაიშმელაშვილი. შაიშმელაშვილის განცხადებების საფუძველზე ახლა რა განცხადებებს ის ამბობს ჩემზე და ჩემნაირ ადამიანებზე, ხო? ამით ახლა ის ცდილობს და აჯერებს თავის იმ აქ დარჩენილ ვიღაცებს, გაიგე, რომ აი ხომ ხედავთ ხალხო, აი ესენი კიდევ აქ არიან, ამიტომ ახლა ჩვენ უნდა დავირაზმოთ ერთად. წითელაშვილი მოღალატე არის აგერ და იმას რუსეთის დაზვერვას ინფორმაციებს აწვდიდა და ნახე რამხელა ახლა ხო ნახეთ ვიდეო. ნახე რაღაც იქნებ მონაცემებთან ბაზა გადაცაო, ვეტერანებისო. ამა ჩემზე ამბობს. მონაცემებთან ბაზა გადაცაო სამხედრო მოსამსახურეებისო, რომლებიც ბრძოლობდნენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ანუ შეხედე 78000 ვეტერანია დღეს საქართველოში, ხო? წარმოიდგინეთ თქვენ და 78000 ვეტერანი უკვე ჩემ წინააღმდეგ ამხედა თავის ჭკუით მან ახლა. რომ თქვენ სულ ყველას ვიო ხართ გადაცემული რუსეთზე, თქვენ იქით რომ გაიხედოთ და იქით რომ რაღაცა ფეხი გადაგისცეთ, ჩათვალეთო ყველანი ხართ დაპატიმრებულები და პასუხს გაგებინებენ, იმიტომ რომ წითელაშვილმა გადაცააგეთ თურმე მაგათი მონაცემები იმათ. ეს არის ყველაფერი, აი კარგად ორგანიზებული
და კარგად დაწერილი სცენარი იმისათვის რომ ქვეყანაში დაიძაბოს სიტუაცია. ეხლა ვიღაცა ხომ დაუშვათ მე ვფიქრობ ბატონო ტრისტან ბოდიშს გადაგატოვებინეთ. მე ვფიქრობ იმას რომ შაიშმელაშვილი რომელიც გვიყურებს ჩვენ ტელევიზიას უყურებენ და მაგათ გონიათ ჩვენ ივანიშვილი კალაძეს არ ვასახელებ ტყუილა მე. დიახ. რომ ჩვენ ესენი ვითომ გვაფინანსებს და ამით ჩვენ სახელმწიფოს მხარს უჭერთ. ანუ სახელმწიფოს არა, ხელისუფლებას. მე პირდაპირ მიმართავ რა ვიცი მაყურებლებს და თქვენს კარგად იცით ახლა. ახლა მე ვინ მაფინანსებს? მე ჯობია თქვა ეს, მე ჯობია. მე მირჩევნი ეს თქვა და იმიტომ რომ თქვენ ანუ თქვენი მითინ უნდა თქვენგან ახლა უფრო თავის მართლების რეჟიმში გამოგივათ ეს გაიგეთ. მე რეალურად ახლა მე უნდა ვიცოდე თქვენ ხალხო ჩვენ არავითარი კავშირი არც ივანიშვილთან არც კალაძესთან არავისთან გაიგე და თუ გაინტერესებს კიდე შუქის ფულსაც ესე ვიღაცებს ვთხოვთ ახლობლებს რომ გვასესხოთ და შუქის ფული გადაგვიხადოთ და არ ტელევიზია არ ჩაქრეს და რაღაც ოფისის ფული გადავიხადოთ და წვალობთ და რაღაცნაირად ესე გაგვაქამწვალებით თავი ვინ რას ნახეთ ეგერ არის ჩვენი ანგარიშები და თუ სადმე თქვენ იმას იპოვეთ რომ რომელიმე ზამი აქვს ჩვენთან მოტანილი და გადმორიცხული და შემოტანილი გავჩუმდებით და საერთოდ ჩავაქრობთ ამ ტელევიზიას. არა. მაგრამ არავის ეს არის ყველაფერი ზღაპარი და აბსურდი და არავის ჩვენ წინაშე ვალდებული არა ვართ, გაიგე? და ჩვენ არავიდან ფული არ აქვს გაღებული და ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სიმართლე არის და სიმართლეს ვიტყვით ყოველთვის. ჩვენ დღეს საუბრობთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რა პრობლემებიც არის შიგნით, რა პრობლემებიც არის გარეთ, რა ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და არ ლანძღავთ და არ ვაგინებთ. ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, რომ ცოტა რაღაცა რო ხდება, ხო ისეთი რამეები რომ უთხრა ჩვენ აქედან ხელისუფლებას რომ ეს ასე კი რა ასე უნდა გაკეთდეს და ეს ლოგიკური არის, გესმის საშია საქმე. ბატონო ტრისტან. ჩვენ ახლა ნაციონალებს და იმას კი არ გავარ, კაცო, მაგალითად მე თავზე ამხობენ, მე თქვა დამიფაროს და მე თქვა დაგვიფაროს, ჩვენ რო დღეს გავხდეთ სწორედ აი როგორც მათ აქვთ ეს რაღაც ცილისწამებრივი ტელევიზიები, ხო? მე თქვა დაგვიფაროს მაგი. ახლა მაგათ აფინანსებენ არც ცილისწამებრივი. ჯო ვინც აფინანსებს ისე უნება რომ ასე გააკეთებო. კი ბატონო ეს დირექტორი. საბედნიერო ჩვენ მას ვერანაირ გვეუბნება. ვერანაირ გვეუბნება. მე შემიძლია მაყურებელს პირდაპირ მიმართო ჩემი ანგარიში ტელევიზიის ანგარიში როგორც მფლობელს და დირექტორს შემიძლია პირდაპირ წარმოადგინოთ ჩემი პირადად მე კახა ხურციძე შემოწირულობას ვაკეთებ ტელევიზიაში მეგობრების დახმარებით. ბიჭო გამჭირვალეა ყველაფერი კაცო აგერა. ხო, აგერაა ყველაფერი. საბანკო სექტორის საქართველოს. ეგერა, ნახეთ ყველა, აქა გამჭირვალეა ყველაფერი. არავის ვისა, არც კალაძე მაფინანსებს, არც ივანიშვილი მაფინანსებს და არც ქართული ოცნება მაფინანსებს. საერთოდ არაფერი კავშირი. არანაირი ფინანსები ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს მაგათთან. ხელისუფლებიდან არ აქვს, ასე რომ შაიშმელაშვილს ტყულა ქონდა იმედი რომ ჩვენ ხელისუფლება გვაფინანსებდა და ამიტომ დაგარტყა შენ რომ ხელისუფლება ზიანი მიყენებოდა. ხო, ეგ არის რა. იმიტომ მე გავიგე ეს ინფორმაცია მომივიდა რომ თვითონ კალაძე ფინანსებს ამ ტელევიზიას როგორც პატა აბულაძე ჩვენთან მუშაობს რაღაც პატა მეგობარი კაცია ჩვენ და ჩვენთან არის იმიტომ რომ ქართველი კაცია და სწორად აზროვნებს და სწორად ხედავს ყველაფერს ერთად გადასიმართლე კაცი იქნება ხო ერთად გაგვაქვს ტელევიზიას უკვე კი ბატონო და შაიშმელაშვილების და შაიშმელაშვილის ნაერებმა ამ ადამიანებმა ხო ამათ ყველა თავის დროზე მოეთხოვებათ იცოდეთ რომ ესენი არიან კიდევ იმ ესენი თავისი აზროვნებით თავისი იმით არ საუბრობენ მათ დილას უწერენ ფუცელზე და საღამოს ისინი კითხულობენ რა ეგ არის რა როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ სამხრების ქვეშ ესენი არ არიან ოფიცრები. ისე ბატონო ტრისტან, ვარსაც არ ვიტყვით თუ დაგვაფინანსებს ხელისუფლება. მოიტანო. იმიტომ ტელევიზია უფრო კარგად იმუშავებს. რა თქმა უნდა, კი, გავაუმჯობესებთ უფრო კარგად და უფრო კარგად დავხვეწავთ ყველაფერს. იმ ეშმაკების და სატანისტების არაფერი არ გვინდა ჩვენ. არა, ღმერთმა დამიფაროს რას ლაპარაკობ. ჩვენ ახლა, რა ვიცი, მოკლე დროში მოვახდინეთ გადაცემის დასასრულში წასვლა, იმიტომ რომ შაიშმელაშვილზე მეტი სასაუბრო არა გვაქვს, თქვენ მოყევით მაგის არაკაცური საქციელები და როგორ ექცევა ქართულ საზოგადოებას ამერიკიდან და როგორ უნდა ქართულმა საზოგადოებამ საერთოდ დაკარგოს სახე ევროპის გზაზეც და ამერიკის გზაზეც და ყველგან და ქართველები გამოიყვანას საერთოდ რა ვიცი რა გამოყავთ ურჩხულები შეიძლება დავარქვათ ის გამოყავს ზუსტად შაიშმელაშვილი. ნახე ყველაფერი როგორ არის ფულის გამო და ყველაფრის გამო. ნახეთ როგორ არის ყველაფერი ფენსი მიმბული ბატონო კახა. ვიგეთ შაიშმელაშვილმა დაიწყო რა თავიდან ხო ეს ყველაფერი თითქოს და გადაღებები, ფარული გადაღებები, მერე რუსებზე გადაცემა, მერე უკვე ვეტერანებიც მიაბა გაიგე რომ მუდანცემი და ბაზა გადავეცი.
გადის რაღაც პატარა პერიოდი, რაღაც ერთი კვირა და ბარამიძე ურტყამს აღარ განცხადებას და სერიოზულ განცხადებას აკეთებს, რომ ჩვენ ვითომ ხრედით იმას და აფხაზ ტყვეებს და იმას და ვაწამებდით და ეს. გადის რაღაცა პატარა ერთი კვირა და აგერ გვარამია რაღაც სისულელებს უხატკუნებს კიდო. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის ერთმანეთზე მიბოლი. კარგი სცენარია დაწერილი. სცენარი, აბარა და რომ სცენარზე ისინი ეტაპობრივად ანხორციელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეხლა სექტემბერი მოდის, სექტემბერში ისინი არეულობას ამზადებენ. ეგ და ამიტომ საჭირო არის ეხლა მუხტი ჭირდებათ, მაგათ არა ვერ გააკეთებენ ესენი მუხტი. 380 ვოლტი რო შოუერთონ ამათ, ხო მაინც ვერ გააკეთებენ მუხტს ეგენ. იმიტომ რომ მანდ დობა აღარ აქვს საზოგადოებასა. ხალხს ესენი აღარ უყვარს, ხო? აღარ შაიშვილაშვილები, აღარ ბარამიძეები, აღარ გვარამიები, აღარ სააკაშვილები და ესენი არიან ამოუვიდა ხალხს, ამარზენები. მოწვეთილი პოლიტიკოსები მოწვეთილი პოლიტიკოსებს თავი დავანებოთ კაცო. ესენი არიან ამძაღებული, ამყაყებული და რომ იტყვია ესე გამარგინალებული არსებები რა. ქვეყნის მტრები არიან ესენი. ამას ამ განცხადებების შემდეგ რა უნდა უთხრა მათ კინა შაიშვილაშვილს, კინა ბარამიძეს, კინა გვარამიას და კინა სხვა დაანჩენ. ნუ ბარამიძე ახლა უთხრა პირდაპირ აფხაზ მოსახლეობას და რუსეთის მეომარ ხალხს რომ თქვენ კაცო კარგი ხალხი იყავ ჩვენ ვიყავით პატიოსანი ხართ ჩვენ კაცო ნახე რა ამბავი ატყდა ხომ ხედავთ ნახე რა ამბავი ატყდა რა ამბავი ატყდა მე აფხაზეთში ნახე როგორ წამოწია ის უარყოფითი მუხტი ამ ბარამიძის განცხადება ეს ამით ვიცი ხო დატვირთვა ეს ყველაფერი იმის განცხადება იმისი შაიშვილაშვილის განცხადება სწორედ აქაური იმის იყო და მუხტის ასაწევად დატვირთული ხო გვარამიას განცხადება სწორედ აი ამ უარყოფითი პოლიტიკური განცხადებების მუხტის ის იყო დატვირთული ერთი რამე მაინტერესებს ამათ როგორ უსმენს ხალხი საზოგადოება როგორ არის კონტინგენტი რაღაც მცირე ძალიან მცირე კონტინგენტი არის რომელიც ამ გიჟებს როგორ უნდა მოусმენს მიბული არიან თავიანთი გიჟი როგორც თვითონ არიან ისეთი გიჟები ყავთ მაგათ კაცო ყავთ ესეთი ავადმყოფი ადამიანები ისა რესურსი და ისინი უსმენენ მაგათ რა და ისინი არიან რომლებიც დღეს გამოდიან და მე რა ერთად ასე გიენებივით შეიკრიბებიან და მოკლედ ხო ხედავთ თურმე ამათვა დააქციეს ქვეყანა გამოატირიალეს ყველაფერი აგვაქანეს რუსეთში აგვიყვანეს გაიგე და ჩვენ ყოფილვართ საღად მოაზროვნდე ინტელიგენტები პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები კრისტალები რომლებსაც გვინდა ქვეყანა აქციოთ 64-ად ბატონოტრის ჯოჯოხეთად აქციას ამათმა ქვეყანა ერთი ბლოკი და დაგისვა და ეგ იქნება ობიექტური კითხვა ჩემი აზრით სანამდე უნდა იყოს გვარამიას და რავი ოცნების წევრების ხსენება ამ ხალხში და როგორ უნდა გავატაროთ სანამდე უნდა ვატაროთ რომ ამ დროს ქვეყანა ნელა იქცევა და იღუპება სანამ შიდა დაფინანსება არ შეუწდება მათ გაიგე გრანტები აქაური იმგენიდან გადაუკეთოს 20-მ კრანი მაგათ და ნამდვილად საკითხი არის 20-მ გადაუკეთოს ონკანი მაგათ ფინანსური ონკანი ეხლა რომ იცა 40 მილიონი რაღაც რომ იცა ვარამიას ვინ იცა ეს ფული ხო და აი მან მე მივეცი ეს ფული და რატო უნდა ეს ხალხი მაგრამ იმიტომ უნდა თუ ისევ საფრთხობელას ორში უნდა გამოიყვანონ გაიგე და აღარ ავჭავთ მაგათ ჩვენ აღარ ავჭავთ ხო აი მაგაზე მქონდა საუბარი არ ვინა ვიცით რომ აღარ არის ზე მორჩა გაიგე ეს სქემა გაიშიფრა უკვე რო აგერ არიან ესენი გინდა ესენი გინდა ხო არ გვინდა არც ის და არც არ გვინდა თუ სწორი მიმართულება არ ექნება ამ ქვეყანას ხო ჩვენ გვინდა მშვიდობა და გადალოცილება ეს ფული აგერ ამდენი გაჭირებულია ქვეყანაში და იმათ მოახმარეთ და ამ ყაყებულ და ამ გამარგინალებულ პოლიტიკოსებს ალებთ გაიგე და აცოცხლებთ ისევე ამათ ისევე გაიგე აგეთ მას უამრავი პატიოსანი ადამიანი არის უამრავი პროფესორები და აკადემიკოსები ყავთ რომლებსაც პურის ფული არ აქვს სახში და მოახმარეთ იმას ის რაღაც გვარამიას ალებენ აგერ ვიღაც ხათამს და იმას რა ქვია ქვეყნის მტრებს ალებენ და იქიდან კიდევ შაიშვილაშვილს მიმყოფებთ და გაგიჭირდათ იქ არა ყავთ საელჩო არა ყავთ იქ წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროში ამერიკაში და კიდევ უშიშროების დავალეთ იმას რომ მოაკეთეთ იმ შაიშვილაშვილს იქიდან ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული რო აკეთეთ განცხადებებს გაიგე მიეცით განკარგულება რა არ აკეთებენ რა არ უნდათ იმიტომ არ უნდა თუ ჭირდებათ ესენი. რა თქმა უნდა, საარჩევნოდ ჭირდება. ჩვენ თუ არ გვინდეთ, ბატონო, მაგარი მოვლენ, ჩამოკიდებენ სტოლზე, ჩამოგატყავებენ. მე მგონი ესენი ოცნებობენ, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს ამათმა, რომ კიდევ დიდხანს გაუგზავნეთ ამათ ის სკამბეჯდომა. ჭირდებათ, ესენი ჭირდებათ, ამისე ჭირდებათ. ეხლა უფრო მეტი აქტივობა წავა. ნახეთ, ეხლა აღჩენები ხომ ახლოვდება, უფრო მეტი აქტივობა წავა ამათი მხრიდან, უფრო მეტ დაძაბავენ სიტუაციას, უფრო მეტ ანტიქართულ განცხადებებს გააკეთებენ. ესენს მოусმენენ, გაიგე, პასუხი იქნებათ რაღაცა ისეთი, გაიგე და ხალხს უკვე დაძაბავენ რა. ხალხს დაძაბავენ და ხალხს როგორ იცი,
აი ესე სასწაულ დღეში ჩააგდებენ. ვაი დედა რა გავხნათო, თუ ესე მოვიდნენ ისევე იმ დღეში ჩავარდებითო და ჯობია ესე ამათებს თქვა. ბატონო ტრისტან, მე ამას დავამატებდი ერთი წყას ფილმს დასასრულიც აქვს ფოთაშურის. დასრულდება, მე ძალიან და ძალიან ცუდად დასრულდება. ეს ფილმი ისე დასრულდება, ბატონო გახარო, ამას თვითონ საზოგადოება ტიტრებიც არ დაჭირდება მე. რა თქმა უნდა, კი, მე გეუნებით ამას ასე. მოდი დავემშვიდობოთ პატივცემულ ტელემაყურებლებს, პატივცემულ ტელემაყურებლებო დაგემშვიდობებით, გისურვებთ კარგ კვირას და მშვიდობიან დღეებს. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ბატონო ტრისტან რომ გვესტუმრე და ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც უნდა გვესაუბრა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, თქვენ თქვით ის რაც იყო სათქმელი, შაიშმელაშვილი სახელმწიფო რო დღეს სახელმწიფობდეს და ხელისუფლება რო ხელისუფლებოდეს, საზღვარზე გატარებული გერა დღეს ციხეში უნდა იყოს. არც უნდა გაიგო. გომურის და ესეთი ხალხის თვალის ამოთხრის გამო. კარგად ბრძანდებოდეთ პატივცემულო ტელემაყურებლები.